ნახოთ გადაცემას შემოგვეთა მეორე სტუმარი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და ჩაგვერთეთ და როგორ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ბატონო დავით, თურქეთის პირველმა პირმა პრინციპში ისე მოახერხა, რომ კვლავ გაიბრწყინა გეოპოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სცენაზე და მოლაპარაკებები ისეთი საკვანძო საკითხზე, როგორიც არის რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს სტამბოლში, ისევ სტამბოლში გაიმართა და ჩემი ეს რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონმა ერდოღანმა გააკეთეს ის განცხადება, რომ იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, განტოლება, ასე თქვა მან, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონა და ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, ეს არის თურქეთი, რომ თურქეთი გადის სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ სიმაღლეზე, პოლიტიკაში, დიპლომატიაში, ეკონომიკაში, ტურიზმში და ასე ვთქვათ, სხვა სფეროებში, ანუ ნებისმიერ სფეროში და უფრო აკაშკაშდა და თვალის მომჭრელად კაშკაშებს თურქეთის ვარსკვლავი, ასე ამბობს მისი პირველი პირი ამ ქვეყნის და ასევე აღნიშნავს, რომ ამ ბოლო დროს ის ტელეფონით ესაუბრა პუტინს, ტელეფონით ესაუბრა ტრამპს, მაკრონს, ალ-შარას და ანუ საკუთარ მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. მე მესვე თურქეთი დიდი სახელმწიფო, ასევე მესმის, რომ აღმოსავლეთში მიღებული არის თავის ქება და რაღაცების გაბუქება, ეს არ ეწყინებათ იმედია აღმოსავლელებს, მაგრამ აქ იბადება კითხვა. თურქეთის ვარსკვლავის ასე თვალის მომჭრელად აკაშკაშება რას უქადის ჩვენს ქვეყანას? ეს არის კიდევ ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საფრთხეების წვლილში გარკვეული საფრთხეების იდენტიფიცირება მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ უკიდურეს მძიმე ვითარებაში, როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ისე სამხედრო მიმართულებით და სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით და მხოლოდ ერთი გამოსავალია, რომ მოიძებნოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ქვეყანას თავს აარიდებს, ჩვენ ქვეყანაზე მოგზაურობარი, უკვე იდენტიფიცირებულ საფრთხეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ განმეორდეს ისეთი საშინელი პროცესები, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ 3 წლიანი დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში. 1918-1921 წლებს გულისხმობთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვიცნობ რა ძალიან კარგად ამ პერიოდს და მათ შორის შესწავლილი მაქვს იმ პერიოდის საქართველოს სპეცსამსახურის ერთ-ერთი ალბათ ძლიერი სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობა, ესე იგი აგენტურული შეხვედრები, ანალიტიკური დოკუმენტები და კიდე სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროცესები ძალიან წააგავს ერთმანეთს. ზუსტად ის აქტორები, რომლებიც დღეს განსაკუთრებულად წარმოადგენენ თავიანთ თავს, სწორედ ეს სახელმწიფოები იყვნენ იმ პერიოდში ესეთი აქტიურები და საბოლოო ჯამში, როგორაც ხდება ხოლმე, დიდებმა მოილაპარაკეს პატარების ინტერესების საზიანოდ და უფრო მეტიც პატარებმა გამონახეს ძალიან მჭიდრო კავშირები ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოსთან, რომლის საფუძველზე ჩვენ დავდარგეთ მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ბატონო დავით, მოდი პირდაპირ დავასახელოთ, თუ არ იქნებით წინააღმდეგ, აი თქვენ ბრძანეთ, რომ იდენტიფიცირებული საფრთხეების განეიტრალებაში დაგვეხმარება. ჩამოვთვალოთ ეს იდენტიფიცირებული საფრთხეები. ეს არის სხვადასხვა ტიპის პრეტენზიები, რომელიც შეიძლება დაყენებული იქნას საქართველოსთან მიმართებაში. ტერიტორიულ პრეტენზიას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის და უკვე იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, კიდე დამატებით ესეთი საფრთხეების არსებობა ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი ჩამოვთვლი მე ბატონო დავით, თქვენ ერიდებით, მოდი მე ჩამოვთვლი. რუსეთი, სამხრეთ, მაშინ ჩამოვთვალოთ სახელმწიფოები თუ შეიძლება, ვისაც შეიძლება გააჩნდეს ტერიტორიული ინტერესი, ანუ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილი. აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელიც ჩვენს გარშემოგდებარებს, ამასთან ერთად არ უნდა დაგვაუწყდეს მნიშვნელოვანი რესურსი, რომელზედაც ვფიქრობ, რომ ესეთი აშკარა ფორმით თქვათ, წინ წამოწეული ეს საკითხი არ არის და მას შორის მასმედიის საშუალებებს არ განიხილავენ, მაგრამ ამოწურვადი ავტოპროდუქტების ფონზე საქართველოს საკმაოდ მიმზიდველია მისი წყლის რესურსით. და ვფიქრობ, რომ აქ არის გამალებული ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაიწყო და რომელსაც პრაქტიკულად
ადგილობრივი რეგიონალური სტრუქტურები წყალმომარაგების გააჩანაგა და გაანადგურა. აი ესე დაიწყო ეს პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მზადაა იმისათვის, რომ კონტროლი განახორციელონ საქართველოს წყლის რესურსებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოწვევა არის ქვეყნისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს არის იქცეს საფრთხე და ჩვენი რესურსები, არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი რესურსი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. და ბატონო დავით, და მეორე კიდევ თქვენ ბრძანეთ, რომ აი იგივე მონაწილეები, რომლებიც იყვნენ აი პოლიტიკურ ამასცენაზე 1918-1921 წლებში, იმავე მიზნებით ისე ჩანან სცენაზე. თურქეთს და მხოლოდ რუსეთს გულისხმობთ თუ კიდევ ვის? აბსოლუტურად ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანას, რომელსაც მათ გაინაწილეს, მე ის ვიგულისხმობ, მათ გაინაწილეს მაშინ წითელმა რუსეთმა და თურქეთმა გაინაწილეს მაშინ საქართველოს აზერბაიჯანმა ყველამ მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი და ეს იყო იმ პერიოდის მათ შორის არა მარტო დემოკრატიული რესპუბლიკის, არამედ კომუნისტური უკვე ბოლშევიკური მომავალი ხელისუფლების ბრალი, რომლებსაც შეეძლოთ რომ თქვათ გარკვეულწილად უფრო დადებითი შედეგი დამდგარი იყო საქართველოს. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ყველაზე დიდი თანხwebdriver თქვათ პერიოდებს შორის შეიძლება ვთქვათ რომ არის დღეს ჩვენ ვიცით რომ პრაქტიკულად მიზანმიმართულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩვენ უარი გითხრეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მე მინდა გითხრათ რომ ჩემი შეფასებით ეს უარი ნათქვამია არა იმიტომ რომ ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს საქართველოს არამედ რეალურად საქართველოს ევროკავშირში ყოფნა წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის სახელმწიფოებისათვის. აქ სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ. თუ შეიძლება ჩავშალოთ ძალიან საინტერესოა რატომ არის ეს საფრთხეს რატო შეგახსენებთ და ესევე ანექსიამდე რამოდენიმე თვით ადრე, როდესაც საქართველოს ასევე უარი ეთქვა ევროპელიგაში გაწევრიანებაზე და ამაში მონაწილეობდნენ სწორედ ის ქვეყნები, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოებისა, რომლებმაც პრაქტიკულად დამაზიანებელი განათლება გამოუტანეს საქართველოს. ამიტომ პრაქტიკულად 100 წელზე მეტია გასული და ვშიშობ, რომ მოვლენათა პარალელიზმი ეს არის ისტორიული კანონზომიერება და ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვივყოთ. ერთ სიტყვით, რაც არ უნდა თუნდაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული თქვათ დათმობები გააკეთოს, გარკვეული თქვათ მიმართვები ევროკავშირთან დაკავშირებით თუ ნატოსთან დაკავშირებით თუ ამ მიმართვებს გავაანალიზებთ ზოგადად იმ დამოკიდებულებებთან, რომლებიც გააჩნიათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომლებიც პრაქტიკულად ისევ დომინირებენ საერთაშორისო ასპარეზზე, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა გონივრული მიდგომებით ვმართოთ. და ერთი რამ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. უბრალოდ რაც არ უნდა შორს დავდგეთ ამ პრობლემისაგან, ვსაუბრობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ყველაზე მოკლე მანძილი გახლავთ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების წარმოების განახლება. შესაძლებელი ამ ფორმატში იყვნენ, თქვათ, უცხო სახელმწიფოები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძირითადი გასაღები აქვს რუსეთის ფედერაციას და ეს დაამტკიცა ძალიან ბევრმა მოვლენებმა, მათ შორის რაც ჩვენს მისამართით განვითარდა და მხოლოდ აღშფოთება შეშფოთებით მოიფარდა უცხო სახელმწიფოები და ვფიქრობ, რომ ამას გაზიარება ჭირდება. ამიტომ თუ ჩვენ ვერ აღვიქვამთ იმ დატორის პრინციპებს, რომელიც საკმაოდ ბევრ გავიარეთ ბოლო საუკუნეში, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს ყველაფერი მაინც უკავშირდება ცნობიერებას, რომელიც მიზანმიმართულად დაბინდეს და ეს ყველაფერი გააკეთა უცხო სახელმწიფოებმა, მათ შორის ევროპულმა სახელმწიფოებმა საგანმანათლებლო სივრცეში და რეალურად ჩვენ ვართ იმ შედეგის გვარზე, რომ ადამიანებს არაფრად არ მიაჩნიათ სახელმწიფო გადატრიალებაზე, აჯანყებებზე და ფიქრი. აი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია შესაძლებელია გქონდეს პროტესტი ხელისუფლების მიმართ და დიახ, უნდა გქონდეს ადამიანის პროტესტი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია, როდესაც ჩვენ საუბრობთ აჯანყებაზე, ძალადობრივ დამხობაზე
იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენ არ ვიცი რა არის ევროუსაფრთხოების სისტემა და რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს ამ აჯანყებელს და ჩვენ თავზე გამოვცადეთ სულ-მცირე ორჯერ როდესაც უკვე გავხდით პოსტსაბჭოთა საქართველო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას გარკვეული მიმართულებით პროცესების დათვალება მართავს ის სამწუხაროდ ის ანკესი, რომელიც არაერთხელ იქნა გადაგდებული სხვადასხვა მიმართულებით, ვაკვირდებით, რომ მასზე არანაირი გამოგება არ მოხდა, უფრო მეტიც ხოლმე ესეთი სლოგანის გავრცელებაზე ქვეყანაში კიდევ და კიდევ უფრო იძაბება პოლიტიკური ვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოებს გააჩნიათ თავიანთი ზეგავლენის აგენტები ამ სახელმწიფოში და სამწუხაროა, ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ ვაჟას და მე მისი ერთი ფრაზა დავიჭირე, რაც მომხდა, რომ რატომ არ აკავებენ ლიდერებს. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ აკავებენ ლიდერებს, იმიტომ რომ ძირითადი მოორგანიზებული ძალა გახლავენ სწორედ ლიდერები და უბრალოდ სიცხვილამოსად ალბათ განსაკუთრებული ფასი უნდა კონდეს საქართველოში, ან თვითონ როგორ არიან გარეთ და იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ გამო ამდენი ადამიანი მოხვდა ციხეში და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ და ქვეყანას მართებს კარდინალური ნაბიჯების გადადა. ანუ დავაზუსტებ. ესე იგი, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ ევროკავშირიდან, რომ გადაუხვია ევროპის კურსს და სინამდვილეში ევროკავშირს თავად არ უნდა საქართველოს მიიღება თავისი გარკვეული მიზეზების გამო და უბრალოდ ეძებს საბაბებს. ესე იგი, ზოგადად ესეთი ტიპის გაერთიანებებში მიიღება სულ-ნაწილად უკავშირდება სახელმწიფოთა პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტიკურ და ამ ქვეყნების ზოგადად და თვითონ ევროკავშირის სადაზვერო სამსახურებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი მონაცემები, რომელიმე ქვეყნის ამ კავშირში გაერთიანების შესახებ რა მოგება ან გაგება შეიძლება ნახოს. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ და ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მეტის დაშლა აუცილებელი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთთან დაკავშირებით ნატოში გაერთიანება ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე მგონი უნდა დამეთანხმოთ. კი ბატონო, გეთანხმებით. იმიტომ რომ ის წარმოადგენდა იმ ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესს, ვისაც განსაზღვრული ჰქონდა ის გეგმები, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან კარგად დააგვირგვინეს ევროპის კავშირის ჩამოშლა. ეს იყო ბუფერული ზონა, რომელიც გამოყენებული იყო აშკარა და ძალიან ძლიერი სადაზვერვო აქტივობებისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის რაც საქართველოს მიმართ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის არა თქვათ რეალური და ობიექტური რეალობის აღქმა, არამედ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც თავს არიდებენ რიგ პრობლემებს. დააკვირდით ერთ რაიმეს, რა ტიპის მოთხოვნებს უყენებენ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ორი ოკუპირებული ტერიტორია, როგორ შეიძლება რომ აქ ისეთი მაღალი სტანდარტი დაუწესო ამ სახელმწიფოს და მიუხედავად იმისა, უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს გააჩნდა ძალიან ბევრი მიმართულებით მაღალი სტანდარტი, მაგრამ ევროკავშირისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს და ეს წარმოაჩინა სწორედ შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლების და ევროპული სახელმწიფოების ლიდერების და მათ დიპლომატიური კორპუსის დესტრუქციულმა ქმედებებმა, რომელიც პირდაპირ უცხო ქვეყნების, საკუთარი ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების გატარების ნიშნავს შეიცავს საქართველოში. ეს არის აღვირახსნილი ქმედება, რომლის წინააღმდეგ სამწუხაროდ თქვენი ხელისუფლება ან ვერ ატარებს ღონისძიებებს. აი რა ღონისძიებები შეიძლება გაატარო? აი ჩამოდიან უკვე წარმოუდგენელი, ხო ისტერიულად არ ვიცი, მე რაღაც ორღობეში რომ გავიჩხუბობენ იმ დონეზე უკვე. მოკლიანალის გავაკეთებ, რა უნდა ხდებოდეს ყოველ შემთხვევაში. დიახ. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სადაზვერვო უწყების მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც საქართველოს შემოდიან, ამდენად მოწყვლადი არიან ისინი ქვეყნის როგორც პოლიტიკური და სხვა უსაფრთხოების სეგმენტების დესტაბილიზაციის თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ გაგაჩნია ესეთი იდენტიფიცირებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია, არსებობს ესეთი პრაქტიკა და ჩვენთვის ყველაზე მისაღები პრაქტიკა სახელმწიფოსთან დაკავშირებით საუბრობთ აქ ისრაელს, სადაც არ უშვებენ ადამიანს თუ ელემენტარულად რაიმე ტიპის
საფრთხეს წარმოადგენს ეს ადამიანი მის ქვეყნისთვის და არც არაფერს არანაირ განმარტებას არ აძლევენ. ესე იგი, თუ შენ ამას არ გააკეთებ და შემოუშვებ ესეთ ტიპის ადამიანებს ქვეყანაში, მაშინ ხელთა გაქვს ყოველთვის გაქვს იმის საფრთხე, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია შესაძლებელია იყოს ინსპირირებული და ყველა ის ფრაგმენტალური ჩაშლა იმ მომენტებისა, რომელიც საქართველოს მიმართებაში განხორციელდა, ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რასაც ახლა მე თეორიულ საფუძველზე საუბრობ, რაც არის სადაზვერვო საქმიანობაში გამოყენებული. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ და შემოდიან საქართველოში, ისინი არ უნდა შემოუშვა. ეს არის ერთი პრევენციული და მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიუხედავად რანგისა. არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ის წარმოადგენს საფრთხეს, მის შემოშობა არ უნდა განხორციელდეს და მეორე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში საქართველოში, ხელს უწყობენ ესეთი პროცესების ჩამოყალიბებას, ისინი გაძევებული უნდა იქნან საქართველოს ტერიტორიიდან, როგორც პერსონა ნონ გრატა უნდა იყოს გამოცხადებული და გაძევებული. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ალბათ სადონს საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა მისცენ მას დავალება, რომელიმე სახელმწიფოში და გაილაშქროს მან თქვათ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. აი ნახეთ რა ვითარება დადგება და როგორ რა ვითარებაში ჩააგდებენ საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ რაც არ უნდა ეხა ჩვენ ენა მოვიჩლიფოთ, საბოლოო ჯამში არსებობს პრაქტიკა, თუ პრევენციულ ზონებზე არ იმუშავებს ქვეყანა, ამ ქვეყნის ჩამოშლა შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრივი და და ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სამწუხაროდ არის ეს არის ობიექტური რეალობა და ამის თვალის გასწორება მართებს ხელისუფლებასაც და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ და საბედნიეროდ მრავლად არიან საქართველოში, საუბრობ ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან სახელმწიფოებრივი აზროვნებით. დიახ. და ბატონო დავით, კიდევ არის ის არ ვიცი ხა რამდენად თორე სხვადასხვა ჩვენ როგორ მოქმედებდა ამერიკის საელჩო ნახეთ ხო რაღაც ეგრეთ წოდებული ქარდები ანუ ბარათებს აქვეყნებდა შემდეგ შეიცვალა თქვა აღარაფერს აღარ აქვეყნებდა და შემდეგ გამოქვეყნდა მისი მოწოდება რომ აი სავაჭრო ცენტრებში იყო ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა თქვა რომ ამ მსგავსი არაფერი ყოფილა და მათი შეტყობინება შემდეგ აიღეს სოციალური ქსელიდან ამერიკის საელჩოს გულისხმობ თქვენ როგორც ამ საქმის სპეციალისტი როგორ შეაფასებდით საელჩოს აი ამ ბოლოდროინდელ ასეთ განცხადებას და რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან რა მეტერორისტული აქტები გვემუქრება ჩვენ რამე ინფორმაცია აქვს ამერიკის საელჩოს თუ ეს რაღაცნაირად გაფრთხილებაა პირველ რიგში ტერორისტული საფრთხე გვემუქრება თუ არა ამის შესახებ სპეცსამსახურებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ ინფორმაცია. ჯერჯერობით შენარჩუნებული ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი და რაც არ უნდა დიდი სურვილი არსებობდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე არ არსებობს ის რაოდენობა რომ გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი ვფიქრობ რომ ძალიან შეცდომა იყო როდესაც ეს ცვლილებები შეიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში. რატომ? იმიტომ რომ ისინი არ გვაწვდიან და ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას არათანაზომადია? აი რა ფაქტებსაც თქვენ საუბრობთ ეს შეიცავს სადაზვერვო პროპაგანდის იდეოლოგიური დივერსიის ნიშანს. ესე იგი ეს არის სადაზვერვო საქმიანობის საკანი, როდესაც მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას იმისათვის რომ შიშმა და პანიკამ მოიცვას მოსახლეობა. ესე იგი რეალურად ყველაფერი გათვლილია მოსახლეობის და ხელისუფლების დემორალიზაციისაკენ და ყველაფერი გათვლილია რომ კომპრომეტირებული იყოს საქართველო როგორც თქვათ პირობითად ესე რომ დავარქვათ დიდი ქვეყანა. და სტრატეგიული პარტნიორობის ჩართო ავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ხელისუფლებას აცნობოს ამ ტიპის საფრთხეების შესახებ და ხელისუფლებამ იმოქმედოს შესაბამისად სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ნაკლებობა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ მიმყარებს ასე, რომ ეს არის სადაზვერვო აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. რა შეიძლება იყოს შემდეგი? ეს ერთჯერადი იყო თქვენი აზრით მოსინჯეს თუ როგორი პრაქტიკა არსებობს? თუ ეს შეიძლება გაგრძელდეს და უკვე მართლა სადღაც რაღაც აფეთქდეს? ეხლა გითხრათ სიმართლე, იმდენად დიდი არის თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების
და ამ ტიპის სახელმწიფოების, მაღალი ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფოების შესაძლებლობები, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე აგენტურული აპარატის სახით, ყველაფერი არის მოსალოდნელი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის. თუ დააკვირდებით ზოგადად და საზოგადოების ნაწილს, რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ კარგად გაანალიზონ როგორც ღია წყაროები, ისე მათ შორის მასმედიის საშუალებები, რამდენად გვიფიქსირდებიან ღია წყაროებში სხვადასხვა პოზიციებზე აგენტ პროვოკატორები, აგენტ დეზინფორმატორების სტატუსის მქონე ადამიანები. თუ ამას ჩვენ ცოტა სხვა კუთხით ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ ვითარებაში ვარ მათ შორის მასმედიის საშუალებები საოცრად ტიპის ესეთ ნიშნების შემცველი და ესეთ ქმედებების შემცველი ადამიანებისგან, თუ მათ შორის სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ მათ ყავთ მზა პროდუქტი სხვადასხვა ექსპერტების სახით, რომლებიც ანალოგიურ ფუნქციას და მისიას ასრულებენ. ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამწევია ცოტა მიყვარს ზოგადად ამ მიმართულებით პირდაპირ საუბარი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ძალიან დიდი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს ქვეყნის კონცადაზორო უწყების მისამართით და განხორციელებული უნდა იქნას ისეთი ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად მუდმივად ცდილობენ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, გაარიდონ იმ ველს, სადაც ისინი მოღვაწეობენ. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები ოღონდ მეცნიერული დასაბუთებით, რაც სამწუხაროდ ჩვენ სივრცეში ზოგადად არ მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისათვის. Pán Dávid, მე თქვენ გეთანხმებით, რომ თქვათ, რომ ელჩები არ აქვს მნიშვნელობა, რომელი აქვეყნის ელჩი იქნება, როდესაც იქცევა ისე, როგორც იქცევა და საზიანოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და უხეშად ერევა ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში, იმ ელჩებისადმი ადეკვატური რეაქცია არის საჭირო. მაგრამ ჩვენ არა უნდა გავითვალისწინოთ რეალობაც, ხომ ჩვენ არა თანაზომადნი ვართ ევროკავშირთან ურთიერთობაში. რა შეიძლება, აი ჩვენ გვახსოვს რა მოყვა რუსეთისთვის, აი ეგრეთ წოდებული დაშუშების ხო გადაცემას. რაღაც ანალოგიური რამ ხوار შეიძლება მოიმოქმედოს ევროკავშირმა. ამ შემთხვევაში იმ სოფლიოში როცა მართლა ძალა და გავლენები და ფული წყვეტს ყველაფერს, ეს უფრო უარესად ხوار შეიძლება შემოგვიტრიალდეს. ესე იგი, ნახეთ ხელისუფლება ოფიციალურად, რაზედაც მე თქვენ გესაუბრებით, ხელისუფლება ამას ოფიციალურად აღიარებს და თითქმის ყოველი დღის განმავლობაში მაღალი რანგის თანამდებობის პირები ამის შესახებ საუბრობენ. რომ მუდმივად დიპლომატიური კორპუსი და ევროკავშირის წარმომადგენლები არიან თქვათ ისეთ ქმედებების შემქმნელი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის დესტრუქციას. ამიტომ სპეცსამსახურებს აქვს შესაძლებლობები რომ ნივთიერი მტკიცებულებები შეაგროვონ და თუ ამ ღია წყაროში არ უნდა ხელისუფლებას რო ისაუბროს, მას აქვს შესაძლებლობა რომ პირდაპირ მოითხოვოს ოფიციალური გარკვეული ტიპის შეხვედრა, გადააგზავნოს სათანადო ინფორმაციები და იძულებული გახადოს უშუალოდ ის ქვეყანა, რომ მიიღოს შესაბამისი ღონისძიება. თუ ის ქვეყანა ამ ნივთიერ მტკიცებულებაზე არ მიიღებს შესაბამის ღონისძიებას, ეს არის პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ უცხო სახელმწიფო დაინტერესებულია პოლიტიკური დესტაბილიზაციით. მე ახლა მარტივად ვსაუბრობ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე, მაგრამ ეს არის ფაქტიურად დასრულებული შედეგი, როდესაც უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაზე. ეხლა რა ვქნათ, დავიწყოთ ფერება რაღაცების გათვალისწინება, ამიტომ ვიძახი, რომ სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო უნდა შეირთოს სწორად და დროულად. ვინ გეგულებათ ასეთად არსებობს ასეთი მე ბევრი მიფიქრი ამ თემაზე. მე ჩემი ჯგუფით ვერ მივხვდა არის თუ არ გნება დასახელება ის მაინც თქვით რომ არის ასეთი ვინც ამ შემთხვევაში არის და ყოველთვის იქნება. ეს არ არის ჩემი და თქვენი საკითხი, რომ ჩვენ ამას უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენი საკითხია რომ ვირჩევდეთ ხელისუფლებას და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება რომ მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება, შეაფასოს რისკები და შეარჩიოს სტრატეგიული პარტნიორი. იმ პირობებშიც კი, როდესაც იმყოფები რომელიმე სახელმწიფოსთან მყარ სტრატეგიულ ურთიერთობებში, შენ გაქვს ვალდებულება სადაზვერო, მათ შორის სადაზვერო და კონცადაზვერო აქტივობებით და ასევე დიპლომატიური დაზვერვის მეშვეობით, რომ ყოველთვის გაგაჩნდეს
გარკვეული ნუსხა, რომელ სახელმწიფოსთან შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, როდესაც აუცილებლად უნდა იყოს ყოველთვის ერთ-ერთი ვერსია, რომ ნებისმიერ დროს, როგორც კი შენი სტრატეგიული პარტნიორი რაიმე სარგებელს ნახავს, ის აუცილებლად ჩვენ თავს დაგანებებს და გადაიხრება სხვა მიმართულებით და მიგატოვებს მარტო, რაც მოხდა თქვენთან დაკავშირებით. ამიტომ თუ ეს არ არის, ისა რა ქვია, უკვე მოძებნილი, ეს არის უკვე ძალიან დიდი პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ მოძებნილია, იმიტომ რომ გარკვეულწილად ყველა იმ საფრთხის ნეიტრალიზაცია წარმოუდგენელი იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფოს ან სახელმწიფოების გარეშე. მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება გარკვეულ ფარულ, მისაღებად მიმაჩნია ესეთი ტერმინი და ზოგადად ქმედება, ფარულ სტრატეგიულ პარტნიორობაში, პარტნიორულ რეჟიმში იმყოფება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვიცი შესაძლებლობები ზოგადად ჩვენი სახელმწიფოსი და ჩემზე მეტი იციან თვითონ სისტემაში მომუშავე ადამიანებმა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმ საფრთხეების და გამოწვევების დაძლევას ვერ შევძლებდით და კარგა ხნის წინ უკვე ხელისუფლება ძალადობრივად იქნებოდა დამხობილი. და ეს არ გამოიწვევდა, მე მაინც ეს არ გამოიწვევდა, ვთქვათ, მე მესმის რომ ისინი ლაპარაკობენ განცხადებები ერთია და მეორეა, როდესაც ვთქვათ, გააძევებ ელჩს. ეს არ გამოიწვევდა მათ უფრო გააფთრებულ რეაქციას, ანუ უფრო მეტ საფრთხეს. ხანდახან ხო არის რომ ჩათრებას ნაჩაყოლა ჯობიაო, არა? ანსაც არაჯობს გაცაჯა. არა, სწორად, ეხა შუალედური ვარიანტი შემოგთავაზეთ. ყველა ნივთიერი მტკიცება. კი, მაგრამ თუ არ ირეაგირა მეთქი, მე ეს შესაძლებელი უარესი ვარიანტი ავიღე, დიახ, უარესი. ავიღე და მაშინ გამოდის რომ მას უნდა რომ ძალადობრივად დაამხოს ხელისუფლება და რა გავაკეთოს. გასაგებია. აქ გამოსავალი აღარ გრჩება. გასაგებია. ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქვეყანას სავარაუდოდ ყავს ფარული სტრატეგიული პარტნიორები და მიმაჩნია რომ სწორი ქმედება არის. იქიდან გამომდინარე რომ პრაქტიკულად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს აქტიურ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და შესაბამისად რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგევართ, იქიდან გამომდინარე უნდა იყოს აქტიური ღონისძიებები, ესა რა ვქია, მიღებული. მე რაც არ უნდა ტელევიზორით ეხა მატყობინონ ყოველდღიურად, რომ რა თქმა უნდა, საფრთხეთა დიპლომატია ამას აკეთებს და ევროკავშირის ეს არაფერს შეცვლის, დიახ. მე მაშინ ამას ვთქვით, რომ მე ხელში, თორემ მე მაგალითად ვიცი რა უნდა გავაკეთო და ძალიან კარგად გავაკეთე ამას ყველაფერს. და დააგვირდით კიდე ერთ რამეს, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დიპლომატიური კორპუსი გარკვეულწილად აღვირახსნილად მოქმედებს. მათ შორის სამწუხარო რეალობაზე უნდა ვისაუბროთ, ისეთი პირდაპირი კონტაქტებით, რომელიც შეიცავს ვთქვათ აგენტურულ შეხვედრების ნიშნებს. და ეს ყველაფერი არის დასადოკუმენტირებელი, არის გასააქტიურებული ოპერატიული თამაში, ხა თუ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ კი მე ვწმუნდები იმაში, რომ იმ კონკრეტულ სახელმწიფოა თუ გაერთიანებას უნდა ძალადობრივად იქნას დამხობილი ეს ხელისუფლება, ვეღარ გავიგე მაშინ რას ვეუბნებით, მოქმედ დაგვამხოთ თუ რას ვეუბნებით, ამას ვერ ვგებულობ. გასაგებია, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი შესაბამის სამსახურები თანამშრომლობენ ისეთი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან, რომლებიც წაადგება ჩვენს უსაფრთხოებას. ძალიან დიდი მადლობა. ეს ნიშნები არსებობს და ვფიქრობ, რომ ისედაც დემორალიზებულია ესა რა ქვია, საზოგადოება ამ არაადეკვატური ქცევების გამო, რაც ღია სივრცეში უყურებენ და კიდე ერთხელ ვიმეორებ და კიდე ერთხელ გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ ალბათობის მაღალი ხარისხით ქვეყანა უკვე ამ რეჟიმში ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ისეთი ტიპის და ისეთი განვითარების მქონე სახელმწიფოებს, რომელსაც აქვთ ძალიან მყარი სადაზვერო სტრუქტურები და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ცოტა იმედიანად უნდა ვიყოთ. უბრალოდ საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და საბოლოო ჯამში გაჟღერება იმისა, რომ რეალურად ქვეყანა მიტოვებულია სტრატეგიული პარტნიორის და იმ კავშირის მიერ, რომლის იმედიც გააჩნდა ქვეყანას, რომ გარკვეულწილად ის მიწვევან სარგებელს მიიღებდა საერთაშორისო არენაზე. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებლო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.